რუსთავში მცხოვრები ვარამაშვილების ოჯახს ჯანდაცვის მინისტრის სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი და UNICEF-ის წარმომადგენელი ესწრებოდნენ. ოჯახი ორ მზრუნველობა მოკლებულ ბავშვს მინდობით ზრდის. ისინი ვარამაშვილებმა ბავშვთა სახლებიდან აიყვანეს. მცირეწლოვანებისა და მოზარდების აღსაზრდელთა სახლებიდან ოჯახებში გადაყვანას სახელმწიფო რეფორმა ითვალისწინებს. პროგრამის შედეგად ბოლო 5 წლის განმავლობაში მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა რაოდენობა საქართველოში 5000-დან 915-მდე შემცირდა. შესაბამისად, შემცირდა ბავშვთა სახლების რაოდენობაც. თითოეულ ბავშვზე სახელმწიფო იხდის 450 თვას, თითოეულ მინდობის სახლდის მშობელს აქვს შესაძლებლობა გაიაროს მომზადების სპეციალური კურსი. ეს არის იმ რეფორმის შედეგი პირველ რიგში. როდესაც ბავშვები ერთის მხრივ პოულობენ ოჯახურ გარემოს, ხოლო მშობლებისთვის ეს არის სამსახური, ეს არის გარკვეული შემოსავალი. საქართველოში ყველა ბავშვი ოჯახურ გარემოში უნდა იზრდებოდეს. საქართველოს ამ მხრივ დიდ პროგრესს განიცდის. ჩვენ აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ შევაფასოთ თუ როგორ ვითარებაში იზრდებიან ეს პატარები. როგორც ნახეთ, ისინი საკმაოდ მზრუნველ ოჯახში აღმოჩნდნენ და იმედი მაქვს, რომ საქართველოში მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის კიდევ ბევრი ასეთი აღმზრდელი გამოჩნდება. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად მიუახლოვოთ ბავშვთა სამყოფელი ოჯახურ გარემოს და მინდობით აღზრდა არის სწორედ ჩვეულებრივი ოჯახი, რომელიც სადაც ბავშვი გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავსდება და ხდება მისი აღზრდა. ბავშვების მაყვანა ძალიან რთული საქმეც არის, საპასუხისმგებლო საქმეც არის და ამასთან ერთად, რა ვიცი, კარგია. სიამოვნებს ბავშვებთან ურთიერთობა.